დემირ შენ რომ არ მოსულიყავი ბაჰარი აიმნიდან გადახტებოდა ვერ ხვდები ასე უცებ რა დაემართა მასე ძალიან ვღელავ ძალიან ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა ჯერ გაიღვიძოს და მერე ვნახავთ ნახავთ მსგავსი რამ კიდევ რომ განმეორდეს რა უნდა ვქნათ ხო მართლა დამავიწყდა მეკითხა ჩვენთან რისთვის მოხვედი რა ხდება ეს მნიშვნელოვანი არ არის მერე ვილაპარაკებთ რა თქმა უნდა ახლა ამის დრო არ არის ბაჰარი ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია მერე ვილაპარაკოთ ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილო ხარ მეგობარო ნანობ რომ წამოგიყვანე პირიქით კარგია რომ წამოვედი იქ რომ არ ყოფილიყავი ვინ იცის რა მოხდებოდა დაინახე არა როგორ მიყურებდა რას ვიზამთ ასეთი მიმზიდველი ვარ რას ვიზამ ცოტა დისტანცია დაგეკავებინა ეს არც ის ერთულია შენი ცოლი ორსულად არის სხვათა შორის დღეს ექიმთან პირველი ვიზიტი გქონდა მაგრამ ეს შენთვის ხომ არაფერს ნიშნავს მართალია სულ დამავიწყდა ჰაზანი ექიმთან იყო ხო დავკვირდი რომ გავყვებოდი მაგრამ სამწუხაროდ დამავიწყდა გისმენ თარიკ ალო რა შვები ეს არის ექიმისგან გამოვედი ყველაფერი კარგად არის ბავშვი ჯანმრთელია რატომ არ მოხვედი აქ ისეთი ამბავი იყო გასაუბრება ძალიან გაიწელა მოსვლა ვერ შევძელი მაპატიე შემდეგში ერთად წავალთ კარგი აუცილებლად ერთად წავალთ რა თქმა უნდა საყვარელო თარიკ რაღაცაზე უნდა დავილაპარაკოთ რა ხდება რამე ცუდი ხომ არ გითხრეს არა საღამოს სახლში რომ მოხვალ პირისპირ დავილაპარაკოთ პირისპირ? უკვე მაინტერესებს. მითხარი ჰაზან, ნუ მალოდინებ. არა თარიკ, ეს ტელეფონით სალაპარაკო არ არის. სახლში დავილაპარაკებთ. კარგი? კარგი, თუ ასეა, საღამომდე. კარგი. მითხრა საღამოს პირისპირ დავილაპარაკოთო. ჰაზანი დამშვიდდა. ქორწინება შესანიშნავი რამ არის. და ქორწინებას შენც გირჩევ. დამიჯერე. შესანიშნავი შენთვის არის, შენ მაცოლმა არ იცის მის ზურგს უკან რომ მოქმედებ. ოჯან უკვე თავი მომაბეზრე. გეფიცები ხელში ამოვიდა. მოდი წავიდეთ. რაღაც უნდა ვქნა. თორემ აისუნი ბაჰარს ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტავს. შესაძლოა რამე უარესიც მოიმოქმედოს. რომ ვუჩივლო ჩემი საქმეც სულად იქნება. ჟანდაბა. ხაფანგში აღმოჩნდი. მეს დავიმსახურე. ბაჰარის გადასარჩენა თუ საჭირო გახდა,
ციხეში ამოულპები, ის ხომ უდანაშაულოა. უდანაშაულო. ოფიცერო, გესმით ჩემი? გესმით? რა გინდა, რა გაყვირებს? თქვი, თუ მთელი დღე აქ უნდა ვიდგე? მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ცივა. ცხელი ჩაი გაქვთ? ცხელი ჩაი. კარგი, თუ არის მოგიტან. კარგი, გმადლობ. აისუნ, ყველაფრისთვის პასუხს აგებ. თავარია ამ დაწყევლილ გისოსებს თავი დავაღწიო. მე ღირსო აქედან თავის დაღწევა. Aslında sen iyi ki geldin biliyor musun? რა კარგია რომ მოხვედი. Pamuk'ta evde. ფამუქიც არ იყო სახლში. Ben tek başıma მარტო როგორ გავამკლავდებოდი. წარმოდგენა არ მაქვს. Resmen bir deli ბახარი შიშხილივით იქცეოდა. ვერაფრით დავამშვიდე. Ama ya ასე რომ გაგრძელდეს? Onun için çok ეს მისთვის საშიშია. sağlıklı bir თავს რომ რამე დაუშავოს? mümkün olmaz. აისუნ, ჰანი, შეიძლება დავილაპარაკოთ? Tabii. რა თქმა უნდა. Bahar. Seni tekrar bulmuşken ეს არის გიპოვე და ვეღარ დაკარგავ. bir daha kaybetmeye dayanamam. გემუდარები გაუწელი. Güçlü ol. არ უნდა დანებდე. İkimiz ჩვენ გამო. dayanmak. იბრძოლე, გთხოვ. Dayan. Ne olur. არ მიგატოვებ საყვარელო. Ama ne olursa არასდროს მიგატოვებ. seni hiç ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები. hiç ყოველთვის. her zaman ყოველ წამს შენზე ვფიქრობ. Oğlum dur nereye? მოიცადე, სად მიდიხარ? სახლში, საწავალ.
შენსავით სარეკლამო სააგენტოში ხომ არ წავალ, არა? ჯერ სახლში შევივლი და მერე სამსახურში წავალ. ყველა შენსავით ხომ არ უმართლებს, ყველაფრისგან თავისუფალი ხარ. ნუ წუწუნებ მეგობარო. დავსხდე ჩაიზე დაგპატიჟებ. ალიშ, ორი ჩაი. მომისმინე მლესაუმა ასლანმა მომწერა მშენებლობაზე ელექტროობა არის გასაკეთებელი. თუ დაინტერესდები, შემოტყობინეო. შეგიძლია 2 კაპიკი შენს გამოიმუშაო, სისულელეებზე მაინც აღარ იფიქრებ. ხვდები მაინც რას მეუბნები? სადმე და სად შენ? უჩემოდას გაუმკლავდები. ისე დროა შენც რაღაც შეცვალო, კაპიკებზე როდემდე უნდა წვალობდე. აღარ მოგბეზრდა? წარმატებები შენს ახალ ცხოვრებაში მე გავაგზელებ როგორც ცხოვრობდი. ოჟან მგონი ცოლს რომანტიკული ვახშამი უნდა, ხელცარიელი ხომ ვერ მივალ, არა? თაიგულს მაინც ვუყიდი. ფულს მას ესხებ? რა სიტყვი? პარიზი ოცნებაა, რეალობა საბრალო ოჟჯანისგან ფულის ესხება, არა? კარგი რა, როგორც კი მექნება დაგიბრუნებ. ქორწილისთვის გასესხე, ბეჭდებისთვისაც. ყველა ხარჯი მე გავწიე. ფულს კი არ ბეჭდავ. ჯერ ვალი დამიბრუნე და მერე ვილაპარაკოთ. გასაგებია? მეგობარო, რაღაც კაპიკებზე მელაპარაკები, არა? გადაგიხდი, აბა რას ვიზამ? საღამოს, ნუ გაგვიფუჭებ, გთხოვ. აიღე რაც მაქვს. საღამოს ჩამოვივლი და მაგიდებიდან ნამცეცებს შევაგროვებ. საუკეთესო ხარ მეგობარო. თანხას პირველივე ჰონორარიდან გაგიყოფ. სიგარებისგან გიხსნი. მე ის კაცი არ ვარ, მეგობარი რომ დაივიწყოს. ეს გახსოვდეს. კარგი, წავედი. ეს ეთიკას და მორალს ეწინააღმდეგება და მიჯერეთ. ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტვა დანაშაულია. იქ დაითრგუნება. ექიმო, ეთიკა და მორალი თქვენი კოლეგებისთვის შემოინახეთ. ჩვენ ეს საკითხი ადრე უკვე განვიხილეთ. მეგონა გამიგეთ. ბაჰარის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადასაყვანად ველას საბუთი მოამზადეთ. დანარჩენს მე მოვაგვარებ. მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. ხედავთ? ვიდეო ჩანაწერიც არსებობს. ეს კადრები კითხვით ნიშანს არ გააჩენს. ეს არის იმის დასტური, რომ ბაჰარი შეშლილია. ამიტომ შვიდად იყავით. სასწრაფოდ მოაგროვეთ და გააგზავნეთ საბუთები. დანარჩენს ჩემს თავზე ვიღებ. აი ნახავთ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი წყალობით ბევრი პაციენტი გეყოლებათ. ყველგან რეკომენდაციას გაგიწევთ. როგორია? არაჩვეულებრივ აჭღერს, არა? დროა ეს თემა დავხუროთ. გააკეთეთ, რასაც გეუბნებით. ეს არის ის, რასაც მთელი ცხოვრება ვერ დავივიწყებ. ეს უკვე თქვენი ნებაა. მაგრამ თქვენს ადგილას მე ამ წამსვე დავივიწყებდი ყველაფერს. ცხოვრება ასეთია. ხშირად უსამართლო. თუ ბევრს იფიქრებთ, ცხოვრება გართულდება.
ელფინ, ეს სახლის დალაგება საიდან გაიჩხირა? ის ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა? მეზობელმა ქალებმა დახმარება შესთავაზეს. რა კარგად მოიქცნენ. გასაკვირი აღარ არის მთელ ცხოვრებას ასეთ ღარიბულ კვარტალში რომ ატარებენ. საერთოდ არ მესმის უფასოდ მუშაობა როგორ შეიძლება. დეიდა ვალდებულები არიან. ჩვენ რომ არა ამას ვინ გააკეთებს? ვისაც რა უნდა ის გააკეთოს, მაგრამ მე არ ვაპირებ. ისედაც დაღლილი ვარ. დეიდა რომ ეკითხა უცილებლად იპოვიდი მიზეს უარის სათქმელად, ხომ ასეა? ამიტომ არ მკითხი არა? მორჩა, წავედით, იჩქარე. ყველაზე ადრე მივალთ და ყველაზე ადრე წამოვალთ. დეიდა, დაიმახსოვრე. თუ გავიგებ რომ გამოიქეცი, ყველას ვეტყვი ამის შესახებ. ეს ხომ უსამართლობა იქნება. მართლა ელფინ, დანა შეიძლება საკუთარ დეიდას ასე მოექცე. წამოდი. შვილო დახლილი კი ვიყავი, მაგრამ ბაზარში მაინც დავედი. რაღაც ვიყიდე. შენი საყვარელი ვაშლი და პორტოხალიც გამოვაყოლე. მაცივარშია. გმადლობ დედა, მაგრამ რატომ შეწუხდი? თარიქს ვთხოვდი. ამაზე ვფიქრობ შვილო. ყველაფერი ვიყიდე. თარიქს ჯერჯერობით სამსახური არა აქვს. მერე იყიდის. კვებას ყურადღება უნდა მიაქციო. კარგი დედა, გმადლობ. ეს არის ექიმისგან გამოვედი. ჰაზან, დამავიწყდა მეკითხა ვიზიტმა როგორ ჩაიარა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. სახლში მოვდივარ. მანდ ვილაპარაკოთ. დიდება უფალს შვილო. მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, შვილს რომ ხელში აიყვან. მეც დედა, მეც. კარგი შეხვედრამდე. ჩემო საყვარელო შვილო. აი ექიმო, ვიდეო ჩავწერე. ფინედენ სიტყვებით ვერ აღვწერდი. შეხედეთ. ნივთებს აქეთ-იქით ისროდა. შეხედეთ, თავის-თავს ელაპარაკება. ხედავთ? საწყალი. სამწუხაროდ ეს ყველაფერი იმ ტრავმების შედეგია, რომლებიც ბაჰარჰანიმ ავტოავარიის შედეგად მიიღო. ამ მდგომარეობას ცნობიერების ეპიზოდური დარღვევა ჰქვია. რას გულისხმობთ? შეგიძლიათ აგვიხსნათ ეს რას ნიშნავს? ასეთ შემთხვევაში პაციენტი ერთი შეხედვით ნორმალურად გამოიყურება. თუმცა მსგავსი სიმპტომების შესაძლოა პერიოდულად გამოვლინდეს. პაციენტს უჭირს რეალობის და საკუთარი ილუზიების გარჩევა. შესაძლოა ჰალუცინაციები დაეწყოს. პაციენტი, რომელიც კარგავს დროისა და სივრცის შეგრძნებას, შესაძლოა აგრესიულადაც მოიქცეს. ექიმო, შესაძლებელია რომ ეს განმეორდეს. მართლა ძალიან მეშინია. ბაჰარი ასეთ მდგომარეობაში რომ დავინახე. როგორც მიხვდი, მას ძლიერი პანიკური შეტევა ჰქონდა. ახლა რა უნდა ვქნათ ექიმო? მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ბაჰარმა თავი კარგად იგრძნოს. ერთადერთი რაც მინდა ბაჰარის კეთილდღეობაა. მისთვის ყველაფერს ვიზამ. სახლს ისე მოვაწყობ, როგორც მისი მკურნალობისთვის იქნება აუცილებელი. მოცემულ სიტუაციაში მისი სახლში მკურნალობა შეუძლებელია. ყველაზე სწორი იქნება გაიგზავნოს ისეთ ადგილას, სადაც მისი მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ეს რას ნიშნავს? ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებაა საჭირო. დაუჯერებელია. პაციენტს დროულად უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა, ეს ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს. მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება. ვინაიდან ის საბუთებს ხელს ვერ მოაწერს, მისი მეურვის თანხმობა იქნება საჭირო. მისთვის უკეთესი იქნება თუ კლინიკაში მალე გადავიყვანთ. და ეს მართლა აუცილებელია? სამწუხაროდ ასეა.
წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თავსაც ზიანი მიაყენოს და გარშემო მყოფებსაც. მის ექიმო. ბაჰარის მეურვე მე ვარ. მაგრამ მას ფსიქიატრიულ კლინიკაში ვერ დავაწვენ. ექიმო, გთხოვთ, იქნებ სხვა გამოსავალი არსებობს. დარწმუნებული ხართ? ვერაფერს ვიზამთ? სამწუხაროდ მე სხვა გზას ვერ ვხედავ. დედა, როგორ ხარ? კარგად, შვილო. ყვავილები და შოკოლადი რასთან დაკავშირებით მოიტანე? უბრალოდ მომინდა. ის რა ქმარია ცოლს ყვავილებს და შოკოლადს თუ ვერ უყიდის. თელ სამყაროს ვაჩუქებდი, მაგრამ მხოლოდ ამის საშუალება მქონდა. ღმერთმა ისე გამიხადოს საქმე, რომ ყოველდღე ძვირფას საჩუქრებს ვჩუქნიდე. იმედი მაქვს, შვილო. İnşallah da ნედამ ყველაფერი თაიგულით და შოკოლადით გვარდებოდეს. kadar kolay işler olsa bunlar. Sen karını hoş გინდა რომ ცოლი გააბედნიერო არა? რა თქმა უნდა, დედა, ეს რა შეკითხვა? ხომ იცით ჰაზანი როგორ მიყვარს? İyi çocuk. კარგი, შვილო. Allah seni bu yolda ღმერთმა ayırmasın. სწორ გზაზე დაგაყენა. Ama karını მაგრამ hoş ცოლის tutmak გახარება istiyorsan არც თუ ისე მარტივი çok საქმეა. basit. Ne kadar zaman სულ მის geçerse გვერდით geçsin. უნდა იყო. Her daim რა karının დროც არ უნდა arkasında გავიდეს, yanında მის olacaksın. გვერდით უნდა იყო. Ona yar ხარი უნდა olacaksın. დაუჭირო. Yaren olacaksın. ხელი მაგრად ჩასჭიდო და არ Dünyayı bir გაუშვა. tarafa koyacaksın. ერთ მხარეს მთელი სამყარო უნდა დააყენო. მეორე მხარეს კი შენი ძოლი. İşin başında bunları böyle ახლა ამაზე söylemek ლაპარაკი kolay. ჯერ adreა. O zamanlar gelsin. გავედრო და ვნახოთ. İşte o gün კარგი göreceğiz. ქმარი იქნები თუ არა. Senin iyi bir koca mı? Yoksa kötü bir koca mı? ნახოთ, რა სიზამ. Hazan gelmedi mi ya? ჰაზანი ჯერ არ მოსულა, ექიმთან იყო? Gelir biraz. მალე მოვა. Sen niye მასთან gitmedin? ერთად რატომ არ წახვედი? Kontrole doktora. Gidecektim. უნდა წავსულიყავი, მაგრამ გასაუბრებაზე დამიბარეს. ჰაზანს უკვე ველაპარაკე. Demir'in yolladığı iş mi? იმ კომპანიაში დემირმა რომ გაგიშვა, ხო. Nasıl geçti? გასაუბრებამ როგორ ჩაიარა? ძალიან კარგად, რამდენიმე დღეში პასუხსაც მეტყვიან. Hadi bakalım. ნახოთ რა იქნება. İyi benim mutfakta. სამზარეულოში საქმე მაქვს. წავალ მივხედავ. დედა, დაგეხმარები? Yok yok çocuğum. Yok. არა, შულო, იჯექი, მე მივხედავ. İnanamıyorum. საშინელებაა. Şu kadar საბრალო, kısa zamanda რამდენი zavallı რამის kızıma გადატანა bu მოუხდა. kadar büyük felaketler გასაკვირი არ geldi. არის, რომ მისმა ფსიქიკამ მეც ვეღარ გაუძლო. Doktor bey, ექიმო, peki bu tedavi მკურნალობა çok uzun დიდხანს sürecek გაგრძელდება. mi? Bahar o hastanede კლინიკაში ne kadar რამდენ ხანს yatacak? დაყოფს? ახლა ამის თქმარ შემიძლია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ბაჰარ ჰანიმს ხანგრძლივი და რთული მკურნალობა დასჭირდება. Gerçekten hiç içime რთულია sinmiyor. ასეთი გადაწყვეტილების მიღება. Ama Bahar'ın iyiliği მაგრამ için თუ თქვენ ამბობთ, başka რომ bir ეს tedavi ერთადერთი yöntemi გამოსავალია, bulursanız, მომიწევს sizin ამაზე uygun წასვლა. olduğunuz şekilde yapalım. İmzalayın. ხელს მოვაწერ. რამჯერს Bahar. ბაჰარ?
სად ვარ? საავადმყოფოში, ნუ გეშინია. თავი ძალიან მტკივა. იცექი. ადგომ არ შეიძლება ბაჰარხანიმ. გასაგებია ნურჯან, რადგან ასია, იქვე სადმე შევხვდეთ. კარგი ნურჯან, მოვდივარ. თარიკ, ხაზანის ნახვა მინდოდა, მაგრამ ნურჯანს უნდა შევხვდე. ვერ ვალოდინებ. მომეკითხე, კარგი? ხო დედა, მაგრამ მოხერხულია თითქოს სახლიდან გაგიშვით. ეს დროებითია, შვილო. საკუთარ თავს მივხედავ. ადრე თუ გვიან დავბრუნდები. ასე არ არის, თარიკ? ხაზანსაც ვუთხარი. შენც გეტყვი, სანამ დამრიწყებია. მთელი კვირის სამყოფი პროდუქტები გიყიდეთ. ყველაფერი მაცივარშია. ხაზანისთვის ხილი ვიყიდე. აუცილებლად ჭამოს. კვებას ყურადღება უნდა მიაქციოს. კარგი დედა, მაგრამ შენ რატომ იყიდე? მე ვიყიდდი. ამჯერად მე ვიყიდე, მაგრამ მომავალში შენ იყიდი. რა თქმა უნდა, დედა, სახლში პროდუქტის მოტანა ჩემი მოვალეობაა. კარგი. იჯექი. კარს მე გავიხურავ. თუ მშვენიერია ცხოვრება. ამ კვირას სიდედრის ხარჯზე იქნები. თარიკ, ნამდვილი მეფე ხარ. ღმერთო, რა ხდება, სად ვარ? თქვენზე წამალმა იმოქმედა, მალე გაგივლით. რამჯერს? საავადმყოფოში რატომ ვარ? პანიკური შეტევა გქონდათ, რამაც საკუთარ თავზე კონტროლი დაგაკარგვინეთ. ეს როგორ? არაფერი მახსოვს. ბოლოს აიცუნ ხანიმთან ერთად ვიჯექი. Evet canım. ხო, ძვირფასო. Doğru hatırlıyorsun. მართალია. Her şey bir anda oldu. ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა, ვერაფერს მივხვდი. Seni შენს დამშვიდებას sakinleştirmeye ვცდილობდი, başaramadım Bahar. მაგრამ არ გამომივიდა. Allah'tan კიდევ კარგი რომ Demir o sırada yetişti. დემირი მოვიდა. Ben kazadan მაგრამ ყველაფერი კარგად იყო. yani hafıza მხოლოდ მეხსიერების პრობლემა მქონდა. Kendimi iyi de hissediyordum. თავს კარგად ვგრძნობდი. Da. Ben de yaşadım. ბედნიერი ვიყავი. Bu hale უეცრად ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოვჩენდი. ეს ყველაფერი უმიზეზოდ არ მომხდარა. ეს იმ ტრამვების შედეგია, რომელიც ავარიის დროს მიიღეთ. გინდათ ნახოთ ამ დროს რას აკეთებდით? Ben miyim? ნუ თუ ეს მე ვარ. ღმერთო, ეს მე ვარ. Ben nasıl bu hale? შეუძლებელია.
Nasıl bu hale geldi? ასე რატომ ვიქცეოდი? მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს, სასწრაფოდ მკურნალობას უნდა შეუდგეთ. საავადმყოფოში მოგიწევთ დაწოლა. სამწუხაროდ ასეთი რეალობაა. Hastanesi. რომელ საავადმყოფოში? Hastanedeyim ya zaten. ისედაც ხომ აქ ვარ. Siz beni akıl hastanesine ფსიქიატრიულ კლინიკას გულისხმობთ? Beni akıl თქვენ რა გიჟად მთვლით? hastanesiniz siz. ეს როგორ? ეს როგორ? Kolay gelsin. წარმატებებს გისურვებთ, საქმეები მაქვს და მე მოვალ. კარგი. დეიდა, სად მიდიხარ? ბევრი საქმე გვაქვს. Herkes hırıl hırıl აქ ყველა შრომობს და შენ რას აპირებ? გაჩერდი გოგო. Elektrik faturası var. ელექტროენერგიის ფული მაქვს გადასახდელი. მოვაგვარებ და მოვალ. დეიდა, რიგში ტყუილად დგომა რა საჭიროა? შემიძლია ტელეფონით გადავიხადო? Bunun hesabını son. ტელეფონით მოგვიანებით გადაიხადე. ამას ვის ვხედავ? ფამუქანიმ გამარჯობა. ჩვენს უბანში რა მოგიყვანეთ? აი სუნხანიმა გამომიშვა. ვერ გადავწყვიტე დაკავებულიყავი და აქ მოვედი. იფიქრე გავივლი ჩემს ნაცნობ ქალებს და ველაპარაკები მეთქი. კარგია რომ მოვედი. განწყობა გამომიკეთდა. ძალიან კარგი. როგორც ხედავ, ოჩახები არიან. ო, ასეთები არიან. ჩვენი გოგოები. როგორ ხარ შვილო, ყველაფერი რიგზია? რიგზია. ოღონ დედა ჩემი ვერ გავაჩერე. როცა მოხვედით, მახრახანიმზე ვსაუბრობდით. Pamuk ablam çocuk. ფამუქანიმი მისი ბავშვობის შესახებ გვიყვებოდა. თავიდან ხვდებოდა პატარა ბაჰარი ჭკვიანი და კეთილი გოგო გაიზრდებოდა. Pamuk ablam ფამუქ, fotoğrafları ბაჰარის ბავშვობის ფოტოებს გვიჩვენებთ? çok tatlıymış gerçekten. რა საყვარელია არა? ხო, მართლა სანგელოზი ვითაა. Kalbinin güzelliği. სულიერი სილამაზე გარეგნებაზე ცეტყობა. Güzelliğini herhalde. როგორ ჩანს, annesinden დედასავით ლამაზია. aldı. Siz tanıyordunuz ხომ değil mi იცნობდით ბაჰარის დედას? Vallahi kardeş beni იმ çalıştırdı. სახლის პატრონები მე რომ მუშაობ, ძალიან მდიდრები არიან, მაგრამ უბედურები. Yıllardır. ბავშვის გაჩენა არ შეუძლიათ. ამის მთელი ქონება დახარჯეს, მაგრამ არაფერი ეშველად. İşte şimdi ამიტომ გადაწყვეტეს ბავშვი აიყვანონ, o işler. თუმცა ეს რთული პროცესია. Bakalım. არ ვიცი, Allah yardımcıları olsun. ღმერთმა უშველოდ, სერიოზული საქმეა. Neyse ben ახლა უნდა წავიდე. სტამბოლამდე დიდი გზაა. თავს გაუფრთხილდით. შენც ნახვამდის. ნახვამდის. ნუ დაგვივიწყებ, ჩამოდი. კარგი, კარგი, ნახვამდის. Pamuk abla. ფამუქ, გამარჯობა. Hoş geldin. მიხარია შენი ნახვა, საქმეზე ჩამოხვედი? İzne çıkmıştım. არა, გამოსასვლელი დღე მქონდა. რას მიყურებ და კითხვაზე კი არ ვარ. შენ საქმეებს მიხედე. Hem sen yine ne yaptın da kim? კიდევ ჩაიდინე რამე? ვისაწყენინე ვინგცემა. არა, არავის, სამსახურში უბედური შემთხვევა მოხდა. ხო, რა თქმა უნდა. სტამბოლში ვისთან მუშაობ? რა გინდა რა შენი საქმეა, ქერემ? მოიცა, გაჩერდი და ყველაფერს აგიხსნი. კარგი, გისმენ. ჩემს ცოლს ხომ იცნობდი? არ ვიცოდი თუ ცოლი მოიყვანე. ხო, წინა წელს სოფლიდან ერთი ობოლი გოგო მოვიყვანე ცოლად. რამდენიმე დღის წინ ის მშობიარობას გადაყვა. Neyse. Benim hanım სამწუხაროდ ასე მოხდა. yaparken vefat etti abla.
Ay Kerem. Kerem, Çok üzüldüm. როგორ Başın sağ ვწუხარ? olsun. თანა გიგრძნობ. ხმადლობ. რა ვქნა, ყველაფერი ღვთისნებაა, ვერაფერს ვიზამ. მაგრამ სოფელში ცხოვრება არ შემიძლია, ვერც აქ გადმოვალ. არავინ მყავს და ბავშვს ვინ მიხედავს. არც კი ვიცი პატარას რა მოუხერხო მეზობელო. შემთხვევით მეგობართან შენი საუბარი მოვისმინე, რომ შენს უფროსებს შვილი უნდათ, მაგრამ არ უჩნდებათ. თუმცა ბავშვის გაზრდის საშუალება აქვთ. იქნებ მათ დაელაპარაკო თუ არა და შვილს ბავშვთა სახლში მივიყვან. თანახმა ვარ, რომ იმ ხალხმა აიყვანოს. ჩემ შვილს მოსიყვარულე ოჯახი ეყოლება. ხომ გესმის? რა სიტყვი დაელაპარაკები? იქნებ გამირკვიო. რა სიზამ? Olabilir aslında. ვინ იცის იქნებ მოინდომონ. Emin kadar bebe de yok. შენი გოგონაც ბავშვთა სახლში არ გაიზრდება. Tamam. კარგი, Ben patronum. დავალაპარაკები. Ama bak მაგრამ ვერაფერს დაგვირდები. დაგიკავშირდები, კარგი? ღმერთმა დაგლოცოს. მოიცა, რა საკეთებ არ გინდა. რა კეთილი ხარ, დიდი მადლობა. რას ამბობ? ახლა წადი. ნახვამდის. ნახვამდის. Ablam, დაო, რაზე ჩაფიქრდი? oldu daldın öyle? Anılara daldım işte. წარსული გამახსენდა. Baharım. ბაჰარი მშვენიერი gogო იყო. Şimdi koca genç ახლა kız უკვე გაიზარდა მეგი. Biz de kocadık მე dolayısıyla. დავბერდი. Öyle oluyor Pamuk Hanım. მართალი ხართ ფამუქანი. Zamanı nasıl geçti? ვერ ხვდებით დრო რა ჩქარაგარდის. Kapıyana ბავშვები kadar ძალიან bir სწრაფად yere იზრდებიან. vermişler. Ben de anlamadım. ვერც კი შევნიშნე ჩემი შვილი როგორ გაიზარდა. Ben bir teyzem... წავალ დეიდას მომნახავ. წადი შვილო. ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი რამის გაკეთება მიწევს. ჯობს დაიჯეროთ. ხელი ყველაფერს მოვაწერე. Artık bu işin geri dönüşü უკან დასახევი გზა არ არსებობს. O yüzden sen de sızlanmayı bırakırsan ძალიან iyi olur. გთხოვთ. Yani kendi ruh წუწუნი sağlığın için აღარ söylüyorum. გავიგო. Bir an önce ახლა ne რასაც ის yapacaksan გააკეთეთ, yap. მოამზადეთ საბუთები და Ambulansın სასრაფო ayarlıyorsun, Ne გამოიძახეთ. yapıyorsan artık. Bahar'ı akıl ბაჰარი hastanesine ფსიქიატრიულ gönder. კლინიკაში უნდა მოათავსოთ. Bu mesele kapansın. პრობლემა მალე უნდა გადაწყდეს. ჩანდება. გალიაში გამომწყდეული მხეცივით ვარ და ეს მაგიჟებს. ვინ იცის რას უსამს ბაჰარს ეს შხამიანი გველი აისუნი. აქედან როგორმე უნდა გავიდე. უნდა გავაღწიო თორემ ბაჰარისთვის ყველაფერი დასრულდება. Kendimi o kadar kötü hissetmiyorum. მე არც ისე ცუდად ვარ. Yani belki de ნუ თუ სხვა გამოსავალი არ არის. göndermekten başka bir რატომ უნდა დამაწვიროთ ფსიქიატრიულ კლინიკაში? ბაჰარ. ხო, დამშვიდდი. ჩემთვისაც აუტანელია ასეთ კლინიკაზე ფიქრი. დამიჯერი აუტანელია. Demir ne olur. დემირ ძალიან გთხოვ. Bak მესმის რომ ვიდეო ჩანაწერი საშინელი სანახავი იყო, მაგრამ ben anlamıyorum bir türlü. არ ვიცი ეს როგორ დამემართა. ვერ ხვდები რა მოხდა. Eksik olmalı. Yani akıl hastanesi. არა, ფსიქიატრიულში არ მინდა გთხოვ დამეხმარე. ბაჰარ. დამიჯერე. გული მიკვდება, მაგრამ ექიმმა თქვა, რომ შენი კეთილდღეობისთვის ასე სჯობს. დამიჯერე, სხვა გამოსავალი რომ ყოფილიყო მოვძებნიდი. აუცილებლად გამოვნახავდი გამოსავალს, მაგრამ Demir. დემირ,
Ne olursun bana ძალიან yardım გთხოვ et. დამეხმარე. Kurtar beni ne olur. უფლება არ მისცე რომ ფსიქიატრიულში გადამიყვანო. Beni gönderme. გემუდარები დემირ. Yalvarıyorum. გთხოვ. Aysun. აისუნ ხანი. Aysun. აისუნ ხანი. Doktor, bir şey გთხოვ ექიმს კიდევ ერთხელ ელაპარაკეთ. yalvarıyorum, beni gönderme. გემუდარებით ფსიქიატრიულში არ გადამიყვანოთ. Bahar'cığım ბაჰარ, lütfen sakin ol დამშვიდდი canım. ძვირფასო. Biz hepimiz senin მხოლოდ iyiliğini ჩვენს düşünüyoruz. კეთილდღეობაზე Farkındasın değil mi? Bu ვზრუნავთ. senin doktorunun kararı. ხომ Bak გესმის sen რომ ეს ექიმის hatırlamıyorsun ama გადაწყვეტილებაა? eğer Demir დემირს რომ ვერ yetişmeseydi მოესწრო, sen kendini terasta აივნიდან mı გადახტებოდი ძვირფასო. Ama kendimi iyi hissediyorum. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. რატომ არ გესმით? İstemiyorum. ფსიქიატრიულში არ მინდა. არ მინდა, არა. შეშლილი არ ვარ. არ მინდა. მისმინე. არ მინდა იქ არ წავა. ჩემი ნებართვის გარეშე ვერ წამიყვანთ. დემირ ექიმს დაუძახე. ბაჰარ, ექიმს დაუძახე. გამიშვით, გთხოვთ, გამიშვით. ბაჰარ შეწყვიტე. დამშვიდი. Gitmeyin. არ წავა. Bana bak რას ამბობ? bir sakin ol. ნუ ჯიუდობ. Beni dinle. ყველაფერი გადაწყვეტილია. Sakin. დამშვიდი. არა, არ მინდა. Ne olur. არ მინდა, გთხოვთ. Ne olur gönderme. აი სულხანი კლინიკაში ნუ გამიშვებთ. Hoş geldin. მოდი ჰაზარ. Hadi bir dur ya. Zaten თარებ canım. დამშვიდი. ცუდ განწყობაზე ვარ. Ne oldu şimdi? რა მოხდა? Benim güzel ვინაწყენინა ჩემს ლამაზ სოლს? Görmüyor musun Tarık? ვერ ხედავ თარიკ. Otobüste gelirken როცა მოვდიოდი ტელეფონის ეკრანზე შევნიშნე. Ya ufacık bir რა პატარა. Çok üzülüyorsun. ამის გამო ხარ ცუდ ხასიათზე. Çıkar tabii. რა თქმა უნდა, Boğazım durmuyor ki. მოწუყები მექნება. Sürekli bir şeyler yiyip მუდმივად რაღაცას ვჭამ. bütün hamilelik ეს მთელი ორსულობის განმავლობაში რომ გაგრძელდეს, Aşkım yapma ne olur. საყვარელო დამშვიდდი. Gerçekten sen შენ söylemesen რომ fark გეთქვა, etmez. სულ ვერ შევნიშნავდი. Sen hala çok. მაინც მშვენიერი ხარ. Dünyanın en güzel ჩემთვის ამ kızısın ქვეყნად ya ყველაზე benim için. ლამაზი ხარ. Gel sarılayım. მოდი ჩაგეხუტო. მოიცა? Bak ne aldım sana. შენ გიყიდე. Ay, çok რა მშვენიერია. ne gerek var? არ ღირდეთ, ყველა Boşuna დაიხარჯე. masraf etmişsin. Ya boşuna რა olur mu სამბობ? hiç? Benim biricik რომ karım შემეძლოს dünyanın მთელ sersem- სამყაროს გაჩუქებდი. Gitmek istemiyorum. არ მინდა, Ne ძალიან olur გთხოვთ. yardım edin, იქ ნუ გამიშვებთ. Ne olur kurtarın. აი სულხანი, ძალიან გთხოვთ. İyi dinle Bahar. ყურადღებით მომისმინე. Hepimiz senin მე iyiliğini მხოლოდ ჩვენს düşünüyoruz. კეთილდღეობაზე Biliyorsun değil mi ვფიქრობ. Bahar? Hepimiz senin ამისთვის için ჩვენ buradayız. ყველანი ყველაფერს გავაკეთებთ. Ama ben seni მაგრამ yine de მაინც უნდა uyarmak გაგაფრთხილო. zorundayım. Senin gideceğin იქ yer var. თავისებური ხალხია. Orada çok zor. აგრესიული და საშიში ადამიანები არიან. Çok tehlikeliler. ყურადღებით უნდა Çok იყო. saldırganlar. სიფრთხილე გამოიჩინო. Dikkatli olmak zorundasın. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. Gitmek istemiyorum. არა, იქ არ მინდა. Gitmek მოგიწევს. Benimle işim აი სულხანი, ფსიქიატრიულში რა მინდა? zorundasın canım. საჭიროა ძვირფასო შენი კეთილდღეობისთვისა. Gitmeyeceğim. არ წავა. Gitmeyeceğim. არ წავა. ბაჰარ. არა, არ მინდა. ბაჰარ, ბაჰარ. არ მინდა გამიშვით. ვერავინ მაიძულებს. ბაჰარ დაწყნარდი. ვერ მაიძულებთ. ბაჰარ მოიცადე. დაწყნარდი ბაჰარ. არ წამოვალ, ვერ მაიძულებთ. დემირ. არა, არ შეიძლება სახლში ან სადმე სხვაგან რომ მოკულმავოთ. ხელი გამიშვით, ზარით ვერ წამიყვანთ. ბაჰარ, გთხოვ. ხელი გამიშვით. ბაჰარ, დემირ დამეხმარე. ბაჰარ, ბაჰარ. დემირ არ წავა. იქ წასვლა არ მინდა. გებედრები. შეეცადე გამიგო. Gitmek istemiyorum. ძალიან გთხოვ, დამეხმარე და გამიგე. იქ წასვლა არ მინდა, არ წავა. მე ხომ შეშლილი არ ვარ. Bırak. წადი, წადი. თავი დამანებე, წადი. Tamam. İğne კარგი. yapmayın ne olur. გთხოვთ. İğne ნემსი არ მინდა, არ მინდა, მე შენია. direnmeyeceğim. არ შეგეწინააღმდეგებით. ოჰო, ნემსი არ გამიგეთოთ. Yapmayın, zorluk çıkarmayın. მე ხომ სრულ ჭკუაზე ვარ. Yeter ki aklım başımda olsun. გთხოვთ.
რა სიმპათიური ვარ. ახლა შემიძლია პარფიუმიც გამოვიყენო. ეს საჭიროა. ქალების გულის მოგებაში დამეხმარება. მართლა ვეღარ ვითმენ. ამდენ ხანს რას აკეთებდი? რას ვაკეთებდი? დამპირდი რომ მარტო ვილაპარაკებდით. ხო, მეც შენთან საუბარს ვაპირებდი. მაინც რაზე? აუცილებლად ახლა? ხო, ეს მნიშვნელოვანია. ვერ ხვდები, რას ფიქრობ? საკმარისია. თარიგ. ექიმმა მითხრა, რომ მუცლის მოსვლის დიდი რისკი არსებობს. ამიტომ ერთხანს სიახლოვეს უნდა მოვერიდოთ. რას ამბობ? მაინც რამდენ ხანს? მშობიარობამდე. კარგი რა. შენი ექიმი გაგიჟდა, ეს უკვე მეტის მეტია. რას ამბობ, თარიგ? მაბადია, მაგრამ ექიმმა ასე თქვა. კი, მაგრამ რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? მოვიცადოთ. რას ვიზამთ? მოვიცდით. პატარა უფრო მნიშვნელოვანია. მის ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ. ძალიან გთხოვთ, არ გინდათ. გემუდერებით. ფსიქიატრიულში არ წამიყვანოთ. ძალიან გთხოვთ, არ გინდათ. შეშლილი არ ვარ. გევედრებით. რა ესმით ამ ექიმებს? რა ამბავია? ასე როგორ შეიძლება? გამოდის რომ 9 თვე გაგრძელდება? თარიგ, ტელეფონი რეკავს. დიახ, ისმენთ.
ხილად გთხოვ, ხილად. დემი, არა, შეცდომას უშვებთ. მე შეშლილი არ ვარ. გთხოვთ, გამიშვით. აბა არ ვარ. ვერ ხვდები რა მოხდა. ალბათ ნერვული შეტევა მქონდა. გთხოვთ, გამიშვით, როგორ არ გესმით? გეუბნებით, რომ კარგად ვარ. კარგად ვარ. ძალიან გთხოვთ, გამიშვით. ჩემი ადგილი იქ არ არის. დემი, ჩაერევი. გამიშვით, როგორ ვერ ხვდებით? გეუბნებით, რომ კარგად ვარ. დამშვიდით. აბა არ ვარ, როგორ დაგიმტკიცოთ, რომ კარგად ვარ. დამშვიდით. ყველაფერი რიგზია, დაწყნარდით. რატომ მეკცევით ისე, როგორც ავადმყოფს? ბაჰარჰანი, ამას თქვენი კეთილდღეობისთვის ვაკეთებ, ძალიან გთხოვ, დაწყნარდით. ასეთი პრობლემები არასდროს მქონია. რატომ მეკცევით ისე, თითქოს ავადმყოფი ვიყო? მხოლოდ გავნერვიულდი, გეუბნებით. ფსიქიკურად დაავადებული არ ვარ. ჩუმა. დამიჯერეთ, გამიშვით, აბათ არ ვარ. კარგი. მაბადით, ნემსი არ გამიკეთოთ. ოღონდ არ გამიკეთოთ, არ მინდა, არა. გთხოვთ, არ გამიკეთოთ. ექიმის მითითებებით მოქმედებთ და ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ. არ გადგენთ. აღარ ვიყვირებ. დამშვიდით. აღარ ვიზა. დამშვიდით. უკეთ გახდებით, დამშვიდით. დემირ დაწყნარდი. მოიცადე. თარიკ, ისევ გირეკავენ, უპასუხე. მე ვუპასუხე, მაგრამ ხმა არ მოიღო, პრობლემაა? ყურადღებას მოაქცევ, ოპერატორის ავტომატური ზარია. თუ ეს მე ვარ. ღმერთო ჩემო, ეს მე ვარ. ამგვარი შეტევები თავიდან რომ ავიცილოთ, თქვენი საავადმყოფოში დაწვენა მოგიხდება. რომელ საავადმყოფოში, სადაც აქ ვარ? ფსიქიატრიულს გულისხმობთ?
თქვენ რა ფიქრობთ რომ შევიშალე? გამიშვით, გამომიშვით. ავად არ ვარ, გამომიშვით. გეფიცებით, კარგად ვარ. გამომიშვით, გემუდარებით. არის საქმე, კარი გამიღეთ. ავად არ ვარ, აქედან გამიშვით. ვინმე ესმის? გამიშვით აქედან. ავად არ ვარ, ხელი გამიშვით. უგაცრავად. ბაჰაროზდილი რომელ პალატაშია? ახალგაზრდა ქალია 30 წლის, ახლახან აქ მოიყვანეს. მეზობელ პალატაში ახალი პაციენტია, ალბათ ის არის. გამომიშვით, ავად არ ვარ. აქ არ უნდა ვიყო. არ გესმით? ზალით ნუ მოჩერებთ. უფლება არ გაქვთ. დამშვიდდით, დამშვიდდით. ჯამთელი ვარ, არ გესმით? ჯამთელი ვარ, აქ არ უნდა ვიყო. დამშვიდდით. დამშვიდდით. რეკავს და რეკავს არ ჩერდება. ალო? Alo, ალო, Tarık. თარიკ, Sen ben. ესენი ვარ. Sana ulaşmak ne kadar zormuş რართულია შენთან დაკავშირება, მეგონა, აღარ მიპასუხებდი. გამარჯობა, თქვენ ხართ? თქვენი ნომერი არ ჩამიწერია. Sizli bizli konuşmayı მეგონა შევთანხმდით და ერთმანეთს შენობით მივმართავდით. ხო, მართალი ხარ, მაპატიე. Ben de az önce ვიფიქრე რომ ნომერი არასწორად ავკრიფე, რადგან ქალმა მიპასუხა. sonra formdan numarayı ტელეფონი გავთიშე და შემამოწმე, მაგრამ ნომერი სწორი აღმოჩნდა. ჩემი ბიძაშვილი იყო, ჩემი ნათესავი. რატომ მილიკავ? კარგი სიახლე მაქვს. yarın ხვალ პერანგების ბრენდის კატალოგისთვის ფოტოებს ვიღებთ. სააგენტოში გელოდები. შვენიერი და საწყისია. სამუშაო იშოვე. შესანიშნავი სიახლეა. ყველა მეუბნება რომ ნიჭი მაქვს, მაგრამ შენი წყალობით მე ამირჩიეს. yani çok büyük ძალიან ცნობილი ბრენდი არ არის, თუმცა ilk iş için დასაწყისისთვის კარგია. böyle gidersen დარწმუნებული ვარ, წარმატება გელოდება. მართლაც, შენაირი აგენტი რომ მყავს, სადარდებელი აღარაფერი მაქვს. გადაღების გამო ძალიან გველავ. კარგი, ხვალამდე. bekliyorum. მოუთმენლად გელოდები. ესეც ასე. გეუბნებით რომ ავად არ ვარ, ავად არ ვარ. დამშვიდდით. საწყალი გოგო, რას უკეთებენ? აქ რატომ დგახართ? ნათესავები ხართ? დიახ. ბაჰაროზდილის დედინაცვალი ვარ. მისი ნახვა შეიძლება? მონახულება მხოლოდ დადგენილ დროს შეიძლება, ახლა არა. უნდა დაისვენოს. იქნებ ექიმს დავილაპარაკოთ. შეიძლება მონახულების ნება მან დაგვთოს. ძალიან გთხოვთ, არ გინდათ, აქ მკაცრი წესებია. ყველაფერი მესმის, მაგრამ გთხოვთ, მეც გამიგეთ. ბოლო დროს ბახარი ცუდად იყო. ჩემი გარდა არავინ ყავდა. უნდა დავწმუნდე, რომ თავს ნორმალურად გრძნობს. ყველაფერს ვიყონებ, რომ ბახარი გამოჯანმრთელდეს. გთხოვთ, ამიტომ არაფერი ეკებული. მოვდარდობთ. ჩვენს კლინიკას კარგი სახელი აქვს, მონახულების საათებში მობრძანდით. დავშვიდით. ყველაფერს მე შემატყობინებთ, არა? დიახ, ექიმი დაგიკავშირდებათ. გმადლობთ. დავიდეთ, დემირ. ვინ იყო? ერთმა ბიჭმა დამირეკა, მასთან ვიყავი გასაუბრებაზე, მართვის მოწმობის შესახებ მკითხა. ალბათ ჩემი რეზიუმეთი პროდუქტის მიწოდების სერვისი დაინტერესდა.
რაღაც თქვა და ტელეფონი გათიშა, გასაუბრებამ შედეგი გამოიღო, დარწმუნებული ვარ სამსახურში ამეყვანენ. მართლა ძალიან მიხარია თარიკ. რა კარგია. მადლობ. გელივით მშიერი ვარ, იქნებ რამე ვჭამოთ. კარგი. ხელფასი რომ ექნება, კერძების მომზადება აღარ დაგჭირდება, რესტორნებში ვიბლით. ასე ყველაფერს დავხარჯებთ. ჩვენ კი ბავშვი გვეყოლება და ხარჯის დიდი გვექნება. რას ამბობ? ფული გვეყოფა. თარიკ. რა სამუშაოა რომ ასეთი მაღალი ხელფასია? საშუალო ხელფასია, მაგრამ ბონუსები მექნება. თუ დავწინაურდები, მეც გადამიხდიან. დარწმუნებული ვარ. იმედი ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამბობ. ხუმელი. ძალიან არ მინდა ბახარის აქ დატოვება, მაგრამ მომიხდება. ექიმებმა პალატაშიც კი არ შეგვიშვეს. ახლა ვეღარაფერს ვიზამთ. ხვალ მის ექიმს დაველაპარაკები და იქნებ მონახულების უფლება მოგცეს. დემირ. დიდი მადლობა. რთულ სიტუაციაში ჩემ გვერდით იყავი. დახმარებისთვის მადლობელი ვარ. მადლობის გადახდა საჭირო არ არის. ჩემი მოვალეობა შევასრულე. მისმინე დემირ. მისმის რომ ჩემზე ბრაზობ. მაგრამ კარგი. მოდი ამაზე ახარ ვილაპარაკოთ. არა უშავს დემირ. ახლა ცივად მეკცევი და ჩემგან გაქცევას ცდილობ. მაგრამ მერე მაინც დამიბრუნდები. მერე რა მოხდება? რა მოხდება შერებ? რა სიზამ? პოლიციაში წახვალ და მოყვები მამამისი როგორ მოვგალით? მე თუ გამცემ, შენც თან გაგიყოლებ. ბაჰარ. რამე სიახლე არის? სიახლე რომ იყოს, აქედან გახვიდოდი. გართობის მიზნით აქ არავის ვამწყდეთ. აქედან უნდა გავიდე, ეს სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. სანამ აქ ვარ ერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კარგი რა, იქნებ ყველაფერი პირიქითაა. თხოვ, მეგობარო. ხაისონ. ადრე თუ გვიან აქედან გავალ და არ დაგინდობ.
İşte o zaman cellatın olacağım. არ დაგინდობ. ჰეი, Yeni kız. ახალო. Duyuyor musun beni? ჩემი გესმის? Yeni kız. ახალო. Duyuyor musun beni? გესმის ჩემი? Konuşacak kimsem yok. არა ვერ მყავს ვისაც დაველაპარაკები. Adın ne senin? აქ მოწყენილობაა. Ses ver. შენ რა ქვია? ბაჰარი. Memnun oldum. Ben რა კარგია. მე კი დედოფალი ელისაბედი ვარ. აქ თუ დიდი ხნით ხარ, დავმეგობრდებით. Niye arkadaş olacağız? Ben çok kalmayacağım. აქ დიდი ხნით არ დავრჩები. Bir yanlışlık oldu. აქედან მალე გავალ. Ben de ilk geldiğimde öyle söylemiştim. მეც ასე ვამბობდი, როცა კლინიკაში ჩამგედეს, მაგრამ Bir daha çıktım. უკვე დიდი ხანია აქ ვარ. Sonsuza dek birlikteyiz. აქედან ჯერ არავინ გასულა. Demir. დემირ, Ne olur. აქედან გამიყვანე. ბაჰარ. ბაჰარ. დემირ, ბაჰარ. რასაკეთებ გამიშვი? ბაჰარ. ხელი გამიშვეს უნდა გავაკეთო. ბაჰარ. მხოლოდ ასე დავიბრუნებ მეხსიერებას. დამშვიდი, ყველაფერი მორჩა. ჩუმა დაწყნარდი, ნუტირი, ყველაფერი კარგადაა. Hala inanamıyorum. ვერ ვიჯერებ. Nasıl olur? ეს როგორ შეიძლება? Bahar abla çok iyi. ბაჰარი სრულიად ჯანმრთელი იყო. Benim de ამის დაჯერება მეც მიჭირს, ელფინ. Bahar'ın o hali. ბაჰარი ასეთ მდგომარეობაში რომ დავინახე, Ne inanacağım? კინაღამ გავგიჟდი. Düğünde de durum ქორწილში როგორ მოილხინა? birdenbire nasıl ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა, რომ დაჯერება მიჭირს. Daha önce böyle რამე bir უცნაურობა ადრე შეგინიშნავს? Hayır olmaz. არა, არ შემინიშნავს. Baş dönmesi ve denge. თავბრუსხვევისა და მეხსიერების დაკარგვის გარდა არაფერი აწუხებდა. Bahar'ın içinde. ახლა კი ეს სულ სხვა ბაჰარია. Tanıyamadım. მას ვეღარ ვცნობ. evdeki stres, მან სტრესი გადაიტანა. huzursuzluk. იქნებ ეს მეხსიერების დაკარგვით გამოწვეული პანიკა იყო. Doktor. ექიმმა თქვა, რომ მეხსიერება დაკარგული პაციენტები ასე ხშირად იქცევიან ხოლმე. Strese bağlı. ამას სტრესს ვერ მიაწერს. Bahar'ın o hali. ბაჰარი ახლაც თვალწინ მიდგას. Abi ძმაო, gerçekten მართლა ასე ცუდად არის? Zaman დროულად რომ არ მიმესწრო, yetişip tutamasa. ვერ იცის რა მოხდებოდა.
ხმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.